დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღევანდელი მთავრობის ხდომა მინდა დავიწყო 2 დღის განმავლობაში მოსული უხვინ ნალექისა და მის მიერ გამოწვეული შედეგების საკითხით, შემდეგ უკვე გადავალთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე. როგორც მოგეხსენებათ, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რომელმაც მოსახლეობას შეუქმნა პრობლემები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ უბნებში თუ რა პრობლემები შექმნა აღნიშნულმა ამინდმა, ესე იგი არ დარჩენილა არც ერთი ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან თუნდაც გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ქონოდა კომუნიკაცია მოსახლეობასთან და რა ვიცი, ყველგან სადაც იყო აუცილებლობა, ყველგან ვიყავით მისულები და კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული. აღნიშნულმა ამინდებმა გარკვეული პრობლემები შექმნეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და ყველა პრობლემა იქნება აღმოფხვრილი. თვითონ რაც შეეხება მიზეზს თუ რატო ხდება კონკრეტული ქუჩების დატბორვა, არის ორი პრობლემა. ერთი, როდესაც ხდება სანიაღვრეების ამოვსება, ჩამოგლეჯილი ხისტოტებით, ფოთლებით, ასევე ნარჩენების, ეს რა თქმა უნდა პრობლემას წარმოადგენს და ზოგადად სანიაღვრე ქსელების არ არსებობა ან მოძველება. შესაბამისად, იმიტომ არის 2017 წლიდან მოყოლებული ჩვენ, როდესაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აბსოლუტურად. ეს იქნება ის ქუჩები, გამზირები, სადაც რეაბილიტაციას ვახორციელებთ. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად მთელი ქალაქის მასშტაბით მიწისქვეშა კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ამიტომ, სადაც ვიწყებთ სამუშაოებს, პირველი კეთდება მიწისქვემოთ არსებული ქსელის გამოცვლა, მოწესრიგება და განახლება. ცხადია, ერთდროულად ყველაფერს ვერ შევძლებთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული. გარდა ამისა, უხვი ნალექის შედეგად 6 ივლისს მარიჯანის ქუჩა ნომერ 4-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს სამშენებლო მოედანზე დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი. რამაც ძალიან ბევრი სპეკულაციები გამოიწვია, ბევრი მითქმა-მოთქმა, არასწორი ინფორმაციების გავრცელება აღნიშნულთან დაკავშირებით და საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია იმ ყველაფერთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ კონკრეტულ მისამართზე და რა პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის სამშენებლო კომპანია CentPoint-ის მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. მარიჯანის ქუჩა ნომერ 4-ში. იქ სადაც ვრცელდებოდა ვიდეოები, როდესაც ქვაბული ჩამოიშალა. მე თქვენ გაჩვენებთ ფოტომასალას, ეს არის შენობა ნაგებობა, რომელიც იყო განთავსებული ამ კონკრეტულ მისამართზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სამშენებლო კომპანია CentPoint-ის მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი კონკრეტული მისამართი. მარიჯანის ქუჩა ნომერი 4. და ამ კონკრეტულ მისამართზე იყო ეს ავარიული შენობა ნაგებობა, დაუმთავრებელი და წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა მიეღო საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა სამშენებლო კომპანიამ. დედაქალაქის მერიამ, რომელსაც ჩვენ არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა იმისა, რომ გადაგვედგა ის ნაბიჯი, დავხმარებოდით ამ ოჯახებს, დავხმარებოდით ამ ადამიანებს, დავხმარებოდით თუნდაც CentPoint-ის მეპატრონეებს, ყველანაირად ხელი შეგვეწყო ამ ადამიანებისთვის, ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა. და ჩვენი კეთილი ნება იყო, გადაგვედგა ის ნაბიჯი, რომ ათასობით გაუბედურებული ოჯახი, ვინც წლების განმავლობაში ელოდებოდა
საცხოვრებელ ფართებს დავხმარებოდით. შესაბამისად, მინდა ასევე გითხრათ, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, ვინც აიღო ვალდებულება და ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი კონკრეტული ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, არც ერთი კომპანია მერიას და დედაქალაქის მუნიციპალიტეტს არ მოუყვანია. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დაზარალებულ ოჯახებს თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ, ეს გადაწყვიტა თვითონ დაზარალებულმა ოჯახებმა. და ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება მარიჯანის ქუჩა ნომერ 4-ში არსებულ ავარიულ შენობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ის ქვაბული, რომელიც არის წარმოქმნილი, არის ამ შენობის დემონტაჟის შედეგად, სადაც შემდგომ უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები, არის კომპანია Nextdoor, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაზარალებული ოჯახების თხოვნის შედეგად და მათი გადაწყვეტილების შედეგად იქნა წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობთ ყველა კომპანიასთან. აღნიშნულ კომპანიას მხედველობაში მყავს Nextdoor, აქვს ორი კონკრეტული ლოკაცია, სადაც აქვს ნაკისრი ვალდებულება, აქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ცენტრპოინტით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება მოხდეს. ერთი ეს არის მარიჯანის ქუჩა ნომერ 4-ში, სადაც 433 ოჯახი უნდა იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით და მეორე არის ვაშლი ჯვარში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, სადაც ისევ აღნიშნული კომპანია Nextdoor აშენებს საცხოვრებელ კორპუსს, 16 სართული უკვე აშენებული არის, 17 სართული უკაცრავად და დარჩენილი აქვს 5 სართული, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან კარგად, 114 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 22 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს აღნიშნულ მისამართზე. რაც შეეხება მარიჯანის ქუჩას, რომ დაუბრუნდეთ, 2024 წელს იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენგან იყო მოთხოვნილი ხიმინჯოვანის საძირკვლის მოწყობა, ვთხოვეთ კორექტირება შეეტანათ აღნიშნულ სამშენებლო ნებართვაში, იმიტომ რომ აღნიშნულ მისამართზე არის გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს, თუმცა იმისთვის, რომ ყველანაირად უსაფრთხოდ წარიმართოს აღნიშნული შენობის პროექტის განხორციელება და სამშენებლო სამუშაოები, მოვითხოვეთ მოხდეს აღნიშნული პროექტის დაკორექტირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ ჩამოშლას რაც შეეხება ჩამოშლის ფაქტს, მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ობიექტი დაჯარიმდება 30,000 ლარით. სამშენებლო პროცესი შეჩერდება, კომპანიის წარმომადგენლებს უკვე დაევალათ გამაგრების სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რომელთაც დადასტურდება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ სამშენებლო მოედანზე, როდესაც დაფიქსირდა ქვაბულისფერი ჩამოშლის ფაქტი, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიმდებარე კორპუსის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, იმისთვის რომ ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა მაშინვე მივიდნენ ადგილზე, ჰქონდათ შეხვედრა მოსახლეობასთან, ჩვენი შესაბამისი უწყების წარმომადგენლები დაიწყო კვლევა და როგორც გითხარით, იქ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხე არ ემუქრება. იქ საუბარი იყო სპეკულაციები ჩვენ მოვისმენთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აღნიშნულ კომპანიას არ ეძლევა ფართების გაყიდვის შესაძლებლობა და რაც უდია თურმე მერია. დიახ, არ ეძლევათ ფართების გაყიდვის შესაძლებლობა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ეს მოხდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,
რომ პირველ რიგში დაგიცვათ თქვენ მოსახლეობა, დაზარალებული მოსახლეობა დაგიცვათ, რომ არ აღმოჩნდეთ ისევ მოტყუებულები. და პირველ რიგში თქვენ უნდა დაკმაყოფილდეთ და აღნიშნულმა კომპანიამ Nextdoor-მა პირველ რიგში თქვენ უნდა დაგაკმაყოფილოთ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა აშენებული საცხოვრებელი ფართების გასხვისების და გაყიდვის. რა არის ამაში ცუდი? რომ ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, რომ არ დარჩეთ ისევ მოტყუებულები. და მე რას აკეთებთ? რომ მოგატყუოთ აღნიშნულმა კომპანიამ და არ გადმოგცეთ ფართები. მე რა ვშვებით? ამიტომ ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ პირველ რიგში თქვენ იყოთ კმაყოფილები. თქვენ დაგაკმაყოფილოთ და არ დარჩეთ მოტყუებულები. ეს არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და ეს არის სწორი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის თითეული თანამშრომლის მხრიდან. და რა თქმა უნდა, ყველა ობიექტზე, სადაც ჩვენ გვაქვს წლების წინ სამშენებლო კომპანიებით დაზარალებული ოჯახების სამშენებლო სამუშაოები, რა თქმა უნდა, ყველას ვეხმარებით და ყველასთან იგივე დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ვეუბნებით დაზარალებულ ოჯახებს, რომ თქვენ თვითონ აირჩიეთ კომპანიები, თქვენ თვითონ მოიყვანეთ აღნიშნული კომპანიები, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ პრეფერენციები გაუკეთოთ, მზად ვართ ხელი შეუწყოთ. მაგრამ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ კომპანიებმა, როგორც სამშენებლო სამუშაოების დროს, ასევე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ ამ ოჯახების დაკმაყოფილებისთვის, რომ მეორეჯერ და მესამეჯერ მოტყუებულები არ დარჩნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის მნიშვნელოვანი დამოკიდებულება. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე და არ მოვერიდები. ეს ტელეკომპანია არის TV პირველი, რომელიც დაკავებულია სიცრუით, ტყუილით, ცილისწამებით. მათ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს 2 დღის წინ მეტროსადგურ ავლაბარში წყალი ჩავიდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი, მეგობრებო. აღნიშნული ტელევიზია, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ცდილობდა საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში და ზოგადად კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. სირცხვილია 21 საუკუნეში ასე უტიფრად ავრცელებდე დეზინფორმაციას. არანაირი წყლის ჩამოსვლის ფაქტი არ ყოფილა ავლაბრის მეტროსადგურში. ამასთან დაკავშირებით, როდესაც მართლა პრობლემა იყო და მართლა წყალი ჩამოვიდა, ჩვენ არ მოგვირდებია არც მე, არც ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს თანამშრომლებს გამოვედით და პირადად მე მთავრობის ცდომაზე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით და მოადგილეებს და აუდიტით სამსახურის ხელმძღვანელს დავავალეთ პრობლემის აღმოფხვრა, შესწავლა და გადაწყვეტილების გზების მოძიება. დღეს პრობლემა მოგვარებულია და ნამდვილად არ გვიჭირს ვისაუბროთ თუნდაც პრობლემებზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე, პირიქით, ყოველთვის აბსოლუტურად მზად ვართ და თვალდახუჭულები არ ვცხოვრობთ. ძალიან კარგად ვიცით თუ რა გამოწვევებია დედაქალაქში, რა პრობლემებია და ზუსტად იმისთვის ვართ აქ, რომ გადავდგათ ისეთ ნაბიჯები, რომლებიც პრობლემებს მოაგვარებს და ჩვენი ქალაქი საცხოვრებლად კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მაგრამ ტყუილით და სიცრუით ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ინტენსიური ნალექის დროს შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ქვეყანა, ჩვენზე უფრო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებიც, ევროპული ქვეყნებიც. თუ ვერ იძიებთ ამას, მე შემიძლია უამრავი მაგალითი მოგიყვანოთ და გაჩვენოთ კონკრეტული ვიდეოები, რა ხდება ქალაქებში, დედაქალაქებში, როდესაც ამ მასშტაბის უხვინალექი მოდის ხოლმე. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები და ჩვენ ზუსტად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოთ ღირსეულად. და მინდა მოქალაქეებს მოუწოდო, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ, არ დაუჯეროთ იმ კონკრეტულ
ტელევიზიებს, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს. და რა თქმა უნდა, მათი სიცრუე არის ერთდღიანი და ვინ ზარალდება ამით, თავად ეს კონკრეტული ტელევიზია და რა თქმა უნდა, უპატივცემულობაა თავიანთი მაყურებლების მიმართ. თუმცა დარწმუნებული ვარ, ამაზე ისინი არ ფიქრობდნენ. ამაზე რო ფიქრობდნენ, მათ სხვანაირი დღის წესრიგი ექნებოდათ და ყველა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეზე იქნებოდა დაფუძნებული და არა ისე როგორც ისინი დღეს მუშაობენ და აკეთებენ. მინდა ასევე ინფორმაცია მოგაწოდოთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით. თბილისის განვითარების ფონდი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს. ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს აქვს მესამე კატეგორიის ავარიულობა მინიჭებული, რის გამოც მის ნაწილობრივ დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იდენტური სახით აღდგენის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. შენობის ექსტერიერი სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს. პროექტის მიზანია დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება. სამუშაოების დასრულებით ვადად განისაზღვრულია დავალების მიცემიდან 14 თვის განმავლობაში მთლიანად რეაბილიტირებული უნდა იყოს აღნიშნული პროექტი დამთავრებული უნდა იყოს და როგორც გითხარით შენარჩუნებული იქნება ისტორიული პირვანდელი სახე და ძალიან მიხარია რომ კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ნაგებობა იქნება რეაბილიტირებული და განახლებული. მინდა ასევე, რადგან ჩვენ საუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიწყებთ წყნეთის და კოჯრის ცენტრების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ესე იგი, დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილის და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვაქვს და პროცედურად 13 ივლისს დასრულდება. მინდა მოუწოდო დავთხოვო სამშენებლო კომპანიებს, რომ იაქტიუროთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა, რადგან მნიშვნელოვანია ამ ორი პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში წყნეთისა და კოჯრის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშ მოწყობილ საკაბელო არხებში, განახლდება გარეგანათების ქსები, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები ლედსანათებით, ჩატარდება საგზაო სამუშაოები, დაიგება ასფალტის საფარი, კეთილმოეწყობა ტროტუარები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირღვება ახალი ხელმცენარეები, ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება და ძალიან გალამაზდება ორივე დასახლების გზის ცენტრალური მონაკვეთი. ესე იგი, სამუშაოები, ესე იგი, 13 ივლისს მთავრდება გამოცხადებული ტენდერი, როგორც კი გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, დავიწყებთ ხელშეკრულების გაფორმებას და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილება გრძელდება. ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით თუ რა გამოწვევებია, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს და მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. 11 ივლისიდან ნომერ 309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით ემსახურებიან 18 მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ. ვაყენებთ 18 მეტრიან ავტობუსებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შევძლებთ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანას, ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანას შევძლებთ და ასევე მოცდის დროც შემცირდება, რაც ძალიან კარგია. ბოლო პერიოდში 18 მეტრიანი ავტობუსები ასევე დაინიშნა ნომერ 321, 329 და 395 მარშრუტებზე. როგორც გითხარით, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომ გავამართივოთ გადაადგილება ქალაქში, უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ასე შემდეგ. და ბოლოს გვაქვს სასიამოვნო სიახლე ფეხბურთის მოყვარულთათვის. ჩვენ რამდენიმე მთავრობის ხდომის წინ
უკვე ვთქვით, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დავამონტაჟებდით დიდ ეკრანს, სადაც გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ნახვა შეეძლებოდა. თბილისის მერის ორგანიზებით და თანამშრომლობით ტელეკომპანია რუსთავი 2-თან აღნიშნულ ტერიტორიაზე მატჩი თამაშების საჯარო ჩვენება 9 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ძალიან კარგი ინიციატივა, მე მინდა მადლობა გადავუხადო ტელეკომპანია რუსთავი 2-ს თანამშრომლობისთვის. ესე იგი, პროექტის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ასევე ფანზონის მოწყობა რესპუბლიკის მოედანზე 9 ივლისს საღამოს 9 საათიდან ტერიტორიაზე მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდებათ, რომელიც დანარჩენ დღეებში სტარტს თამაშის დაწყებამდე 4 საათით ადრე აიღებს. იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს საღამოს 19 საათიდან ტერიტორიაზე განთავსებული მრავალფეროვანი სასმელისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდებათ, პატარა გულშემატკივრებისთვის კი ცალკე გამოყოფილ ზონაში ყოველდღიურად საბავშვო თემატური აქტივობები და გათამაშებები გაიმართება, სადაც პატარები ასევე შეძლებენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას და სახეზე მოხატვას. გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით 10 დღის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ლეგენდები ესტუმრებიან პირველი რესპუბლიკის მოედანს, სადაც გაიმართება ღია საუბრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის და ფეხბურთის შესახებ. ყველას გეპატიჟებით, მეგობრებო, 9-დან 19 ივლისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ღია ჩვენებები ფეხბურთის. ვიცი რომ ფეხბურთი ძალიან დიდი გულშემატკივარი, ბევრი გულშემატკივარი ყავს საქართველოში, ასევე მსოფლიოში და ქართული გულშემატკივრისთვის არის მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი 2-თან თანამშრომლობით, ასე რომ 9-დან 19 ივლისის ჩათვლით გელოდებით ყველას. ეს იყო რის თქმაც მინდოდა მეგობრებო, ახლა უკვე გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას. მადლობა.